ერთ დღეში ვსწავლობ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრას. დღე მეორე. ბასი. ბასი? როგორ ახარ? კარგი, შენ როგორ ახარ? მეც კარგი. დრამის მერე. ნახე ის ვიდეო? კი. ხო ძალიან მაგარია. ჯერ არ დადებულა. მადლობა სტუდიის დათმობისთვის პირველ რიგში. რაზე საუბარი? თან მეც აქ ვარ უკვე, ამიტომ. ეს ხო ავითვისე უკვე. ეგათსოვლია. ხლა უკვე გადავედით ბასზე. მოიგე ინსტრუმენტი. ეს სწორია, ხო? ესე უნდა მეკავოს. ორივე ფეხის და ყარად დავაყენოთ და დავდგათ მარჯვენა ფეხი. ეგრე ეს კლასიკურ გიტარებს დიდებენ ხოლმე ეგრე და ესე ბასი ეს უნდა დაიდო. იდეაში ეს ადგილი, ჭრილი ეს. ეს მაგისთვის არის. პირველ რიგში ხომ დავიწყოთ, ჯეკი უნდა აიღო და შეერთო პირველ რიგში ბასში. აქ ხო? აი ხო, კი. ეხა კომბი უნდა ჩართო, უკანა მხარეს აქ ჩასართავი, მარჯვენა უფრო, აქეთ მხარეს. ეს სხვა რაღაც ჩორთიყო იმ. ეგ დააბრუნე სადაც იყო. აი ხო მაგის გვერდზე რაც ამაგეთ. ეს ხო? ეგ არის. აი, ვაიმე, ისმის. საკმაოდ ყვერები. მე? ეს გიტარასავით დაუკრათ საშინელება მოხდება, ხო? კი. ბასზე უკრავენ ხან მედიატორით, ხან თითებით. რახან დამწყები ბასისტი ხარ? მოდი თითებით დავიწყოთ. დამწყების გარდა. უკვე ბასისტია. აქ რეაგირებს ორი თითი. სხვა თითები არ ჭირდება. შეიძლება ეს სამი თითი გააქრო. ეს თითები არა. ესენი, ხო? ხო. ჩათვალე უკვე ფლი ხარ. ეგ ვიცი ფლი, Red Hot Chili Peppers-ის ბასისტი. ეგ არის. მეგობრებო, ერთ წამს. აი, ეს რაღაც გავუკეთოთ. პირველი არის, ნუ ეს G ნოტა არის რა. ძირითადად აი ამაზე დარბიან ხოლმე ყველა. ეს არის ხემი, ხო? ხემები. სიმი უფრო. არა, ხემი კი არა და ამებს რა ქვია? ლადი. ლადი ხო, ხემი რა. ამას დააჭირეთ თითი. აი ამას G-ს მაგალითად. და ეხლა გააკეთეთ თითი ვარჯიში. რომას დავაჭირო? მეორეს? მესამეს. ეცადე რომ საჩვენებელი თითით იყო ზოგადად იმაში. და მოაქციო შუაში აი ეს წერტილი სადაც არის, მაგაში მოაქციე. ძალიან დაჭირა არ გინდა, ნახე, მუსიკალურად დააჭირო. აი ძალიან დაჭირა არის ესე რა. და შეიძლება ხმა ცუდი ქონდეს. აი ესე. აი, დაიწყეს თითი ვარჯიში პირველი. ორივე თითით. ანუ მონაცვლეობით 1 2 3 4 ნელა დაიწყე. გაია. აი დრამზე უფრო სწრაფად მივდივართ. მე შეგიძლია სიძლიერეს მიცე უკვე. აუ თმამინდა. შეიძლება. просто ძალიან ეთაცუნები. შეგიძლია უფრო უკვე გაუთავონდე და თითები ძალას მიცე. აი ეს მე ტყაპონები მოდის. ხო. ეგ უნდა შეცადო რომ ტყაპონი არაა საჭირო. ტყაპონი მარტო რაღაცლებების დროს. მეც ახლა მთლად ბასისტი კი არ ვარ, რეალურად. სულ ბასისტი კი არ იყავ. ხან ტაქსისტი ხან. დათა არის ბენდის დამფუძნებელი და ვოკალისტი და სოლისტი, სახელწოდებით ნუ მიეღრმო. დიახ, ახლა ვარ. რომელიც არის პანკ, გრანჯ, ალტერნატივი უკვე. ალტერნატივი. პანკი მეტად გქონდა, იმიტომ რომ დაკვრავისოდეთ თორე. და ეს აპრავებს ხო, ამართლებს მე გიტარისტი ვარ რეალურად და ვოკალისტი. მაგრამ ბასი იყო ჩემი საოცნებო ინსტრუმენტი, ზოგადად ძალიან მიყვარდა. ისე დრამზეც უკრავდა ესე რა. რა გამუღამე, შენ დაჭერა იცი, ესე იგი უკვე ბავშვობაში ვიყიდე, აი ძალიან მინდოდა და გიტარა ვიყიდე რა. კლასიკური თუ ელექტრო? ჩვეულებრივი რა, ვაგზლის. 90 ლარი. 120. 120 გამომართვეს ამიჭირეს გოიმი და რაღაცა ესე რო აიტეხავ ხო, აზე ხარ რომ არც არავის კითხავ არ წაიყვან. ხო, შეიძლება ვინმე მცოდნე წაიყვანო და არა, უბრალოდ ისე 120. მივედი და გიტარა მაგარია, მომეცით. აღმოჩნდა რომ გახედეს, ანუ მოსახვევი იყო ეს. თვითონ აკორდი იყო უკვე აღებული გიტარაზე. ამას შევედი და უკვე უკრავდა ხო რა. კი, და ნუ აი გიტარა არ ვიცი სად არის, ალბათ ფეჩში შევუკრა. და არ გიცდია ხო? დაკვრა. ერთი ორჯერ დამიჭერე. ხო, ეგ არის. ერთი ორჯერ მეგობრებს. ანუ ნოტის იდეაში ყველა რთული რაღაცა არის ხოლმე ეგ რო ანუ ნოტის აღება. მაგრამ მეორე ყველა რთული რაღაცა რა არის, იცი? გადაადგილება. აჰა. აბა ეხა უკნათ ახალი რაღაცა. აი ეს გააკეთ. მეორე რომელია? ნახე, ეს და ერთი გამოტოვე და ნეკათი და ეს. ესე? არა. ნახე, რაც უფრო მოშვებული გაქვს, მით უფრო ის არის, ანუ მოარგო ხელი. მიდი? აქ. აჰა. მეცა? ეხა ის თვითონ გააძლიერო. შეგიძლია რაღაც დამწყები ხარ ეს გააკეთო. აი ერთი თიმოძრაო. მაგრამ სასურველია რომ ეს უკვე ბასისტური არის. ანუ ამის მაგივრად ხნათ. ვახ. აი. მიზანზარებს სიმი. უნდა დააჭირო. კარგად უნდა დავაჭირო. ზანზარი არის აი ესეთ დროს აი. შენ რომ მითხარი ძალიან არ დააჭირო მაგით. ხო, აი ეგ არის ბალანსია ნახე. აი ნახე ძალიან ჩაჭერით მე თიცითკენ, იმიტომ რომ უჭველი მაზოლები გაგიშტება და ანუ მე გეტკინებოდა. ხო, ბასსაც აქვს ეგ, ხო? ეგ ბასს აქვს. მართლა? ბასის სიმი ორჯერ უფრო სკელია ვიდრე გიტარის. ის წვრილი რო არ ტკენს. ისიც ტკენს, ანუ რკინის სიმი ზოგადად ტკენს, ანუ ნეილონი არ ტკენს ეს კლასიკური გიტარის, მაგრამ ნუ როცა მიეჩვევი უკვე როცა გიტარისტი ხარ ამაზე, უკვე მე არ ტკიო. გაგვიზრდა საუბარი, ხო უკვე შენ სიმღერას ნუ მივხედოთ რა. აი ხა ღია ნოტები ავიღოთ, ნახე. რას ნიშნავს ღია? ღია არის რომ არ ადევს არაფერი. აი ეს გააკეთა. ნუ რიტმი.
კაია. ეხლა ნახე, მე გასწავლი ყველაზე მარტივ რაღაცებს, რა რეალურად აი აქ ეხლა სადაც ჩვენ მოძრავთ. იქ ერთი ნოტით, ერთი სიმით იგრება? ნუ მე გადადის, მაგრამ ძირითადად ეს არის რა. აქედან იწყებ. საიდან იწყებ? აქედან? აქედან? ხო. მე ეს? ღია. ეხლა ნახე. ეხლა შეხედე? სწრაფად ქენი. ხო. ხელი ხო დიდი აქ. ხო, მაქვს, ნორმალური ზომაა. ნახე. აი ხა როგორ ქენი? აი პროსტა. ასე ქენი. ხო, ხო. ანუ წერა საჩვენებელი და გაუშვა. ხო. ისა ნეკა საჩვენებელი და გაუშვა. ნეკა საჩვენებელი გაუშვა. მაგრამ ნახე, აი ეს ორი თითი გიტყავს, ეს ორი თითი გაწ. სკოლა თითი რომელია სკოლა? სტალინო. სტალინო რა. არა, ყლევიდო. აი იდეში ხა ორივეზე რომ მეჭიროს და მე ამას აუშვა. არა. სხვაობას იძლევა ორივეზე რომ გიშვა. შეგიძლია. ნახე. ანუ ეს რო აღებულია, ამას ხო აზრი აღარ აქვს იდეაში. ანუ ეს პროსტა ნახე, მე სისწრაფეში გჭირდება იქ. მაგრამ შეგიძლია ესე ქნა. ხო, აი გიგულის. მიდი ეგრე ქენი. მაგრამ მე ეგრე ისწავლი და გაგიჭირდება. ოკეი. ჯობია ესე ისწავლო. პროფულად თავიდანვე. ხო, ანუ ნახე ხარისხი მთავარი, ხარისხია მეგობრო. რას გაიჯენ თავიდან ეგ ამთავარი. ხო და მაგიტო ჯობია სწორად დაიჭირო. დავარ. დავай. აი ხა ესე იგი შენ ტრეკს უნდა შეუდგეთ. ჩვენ შეგვიძლია არ მოვიპაროთ, მაგრამ ამაზე დავაშენოთ მსგავსი რაღაცა. აჰა, შენი დრამი გამოვიდა აქ. აუ, რა საოცარი დრამი გამოვიდა, მეგობრებო. აი მოდი ახლა მე ამას მოვიფიქრებ რამეს და მე შენ გასწავლი. ოკეი. მე ეს ჩავწეროთ. ამე რო ეს გამო. ამე ეგრე შეგვიძლია გავაკეთოს. ოპალა ისარიგა ომანესი გარიგა. აი ეს შეგვიძლია ბასის. ძალიან როკულიც რო არ იყოს რა, მესმის შენი დამოკიდებულება როგორ გასადმედათა? 2 3 ბაზარია რა. ზეგანაც ვისწავლეთ ის ნოტებია, ხო? ეგა. დავაგვიანე. დანსი წელი რო იყოს და ესე ჯობია. ბაზარია რა. გავთავდე. აიც. ეხლა მოდი ვნახოთ ამ დრამზე როგორ ხდება ეგ. კოჭლი დრამია. კოჭლი დრამია, მაგრამ ბასი გამოსწორებს. თან ეს დაიმიქსება მე და გამოვრავთ. დან ღიაზე უნდა. ყველა დან არ არის? ხო. ის დან. ეგ მე უკვე ხვდები. მე უკვე ეს ნოტის სმენაზეა დამოკიდებული, ხო? ამბის ძალიან საოცარი სმენა. დიდი მადლობა. ძალიან კაია. იკა რა სიტყვი? ეხლა ვარჯიში უნდა. ხო მაგარი ვარ. ტალანტიერი ვარ ბიჭო, ტალანტი ვარ. კაც აი წვიმს ტალანტი. მე ხომ დრამზე დაუკრა შენ დაუკარი ამას. იზავ მაგ ჩელენჯს. დავაი. მოი.